ადგილობრივი თვითმმართველობის ეროვნული ასოციაციის ფარგლებში ჩატარდა გასვლითი აღმასრულებელი საბჭოს ხდომა, სადაც იყო განხილული მიმდინარე საკითხები, რომელიც ეხება თვითმმართველობების გაძლიერებას მთელი ქვეყნის მასშტაბით, ვინაიდან მიგვაჩნია, რომ თვითმმართველობები არის ყველაზე ახლო მდგომი ხელისუფლება ხალხთან და საზოგადოებასთან და ძლიერი თვითმმართველობა ნიშნავს ძლიერ საქართველოს. ეს არის მთავარი პრინციპი, რაზეც მუშაობთ და ბუნებრივია ყველა თვითმმართველობები ადგილებზე ასრულებენ თავიანთ დაკისრებულ მოვალეობებს, ახლოს ურთიერთობენ საზოგადოებასთან და მათ ინტერესების მთავარი გამჟღერებლები არიან. დღეს ქონდა ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა 1000 ორგანიზებით, რომელიც შეეხო სამომავლო გეგმებს, განსაკუთრებით გავამახვილებ ყურადღებას იმ ინიციატივის თაობაზე, რომელიც შეეხება სამომავლოდ საკრებულოებისთვის განსაკუთრებული პლატფორმის შექმნას, სადაც საკრებულოს თავმჯდომარეები, საკრებულოს აპარატის ხელმძღვანელები, იურისტები შეუძლებთ იმ პრობლემებზე საუბარს, რომელიც წლების განმავლობაში მუშაობის პროცესში არაერთხელ გვაწუხებს. შეხვედრის ფარგლებში აღმოსავლეთ საქართველოს მერებს გავაცანით ადგილობრივ ცხოვრებაში ქალთა და კაცთა თანასწორობის ევროპული ქარტია. ეს არის ინსტრუმენტი, რომლის ადვოკატირებასაც ახდენს ATEA, საქართველოში გაეროს ქალთა ორგანიზაციასთან ერთობლივი პროექტის ფარგლებში. დიდი იმედი გვაქვს, რომ საქართველოს მუნიციპალიტეტები დანერგავენ უფრო მეტ ინიციატივას, მეტ პროექტს, მეტ პროგრამას, მეტ სერვისს, რომელიც მოემსახურება ადგილობრივ თემებში, ქალთა გაძლიერებას